ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს მეტად დაკვირვებული ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომელიც საკითხებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სიცოცხლეს. ეს არის სამკვდროდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არის უკვე ჩვენი უშუალოდ უკვე ჩვენი გადასაწყვეტი, ჩვენ დავემორჩილებით თუ არა იესო ქრისტეს სახარებას, რომელიც სახარებითაც იესო ქრისტე გვიხსნის ჩვენ მის მორწმუნეებს. მით უმეტეს მათ, ვისაც აქვს სურვილი იმისა, რომ იესო ქრისტეს მიმდევარი ერქვას, იესო ქრისტეს ნამდვილად მიმდევარი იყოს, გაიზიაროს მისი სწავლება, მით უმეტეს ამ ადამიანებს უფრო მეტად მათ მართებთ ის, რომ მეტად დაკვირვებულები იყვნენ, როდესაც უსმენენ ამა თუ იმ მქადაგებელს, რათა მათ მიერ არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილები. ამაზე ჯერ კიდევ ჩვენი საყვარელი თანაძმა პეტრე მოციქული და ასევე იუდა მოციქული წერენ. პეტრეს მეორე წერილში არის ამაზე ლაპარაკი და ასევე იუდა მოციქულის წერილში არის ამაზე ლაპარაკი, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ მათი თანამედროვე მორწმუნეებიც და რა თქმა უნდა დღევანდელებიც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არსებობენ მრავალი ცრუ მოძღვარნი, რომლებიც ცდილობენ რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და ამიტომაც ჩვენც, ვინაიდან ჩვენც ვიმყოფებით სახარების ქადაგების ეპოქაში, ამავე დროს დღესაც მრავალი ცრუ მოძღვარი არსებობს, რომლებიც თავიანთი ცრუ მოძღვრებით ცდილობენ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და სამარადისოდ დაღუპონ ეს ადამიანები. აი მათი ტყუილები, მათი სიცრუე იმდენად თავხედურია, რომ ისინი არ ერიდებიან საღვთო წერილის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯვას და მის დამახინჯებას. მე მინდა ახლა ერთ-ერთი მაგალითი გაჩვენოთ თქვენ იმისა, თუ როგორ ხდება ერთ-ერთი ცრუ მოძღვრის მეშვეობით ბიბლიის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის დამახინჯება, იმით რომ კონტექსტიდან, ესე იგი, აი ამ სრული შინაარსიდან ერთი ფრაზის მოგლეჯვა და როგორ ხდება მისი არასწორად გამოყენება. მე მინდა ახლა ეს გაჩვენოთ და მე მინდა რომ თქვენ იყოთ ძალიან დაკვირვებულები ამასთან და თქვენ არ შეხვიდეთ შეცდომაში აი ამ ესე იგი ბიბლიიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენებით. ეშმაკი ადრეც და ახლაც ცდილობს იმას, ადრეც ცდილობდა და ახლაც ცდილობს იმას, რომ ბიბლია გამოიყენოს იმისათვის, რათა ადამიანები შეაცდინოს, ოღონდ ბიბლიას იყენებს არა სრულად ასე ვთქვათ, არამედ ბიბლიიდან კონკრეტულ ადგილებს იღებს, ამახინჯებს ამას და თავის სატანურ მოძღვრებას უქვემდებარებს. ამიტომაც არის, რომ თქვენ მსმენელებს გაქვთ ვალდებულება იმისა, რომ მოსმენილი ინფორმაციები გადაამოწმოთ, არ იყოთ ზედაპირულები, არ იყოთ უცოდინრები, ვინაიდან ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ პირდაპირ ღმერთისგან ვსწავლობდეთ, პირდაპირ იესო ქრისტესგან ვსწავლობდეთ მისივე წერილის მეშვეობით. ჩვენ გვაქვს ეს განძი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ახლა მე მინდა გაჩვენოთ აი ეს დამახინჯებული აზროვნების ადამიანი, რომელიც ემსახურება საპატრიარქოს ორგანიზაციას, რომელიც არ არის ქართველი ხალხის სამსახურში, არამედ ემსახურება როგორც ქართველი ხალხის დაღუპვას, ასევე ემსახურება ნებისმიერი მისი მსმენელის დაღუპვასაც. მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ წარმომავლობას. ყველა ადამიანი ღმერთისთვის ძვირფასია, ფასდაუდებელია, ყველა ადამიანი და ამიტომაც არის, რომ იგი აგერ ჩვენთვის მან ხორცი შეისხა, ჩვენთვის იგემა მან სიკვდილი ხორცით.
მოკვდა იგი მან ჩვენთვის, ჩვენს გამო იგემა ტანჯვა წამება და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ მას მოვუსმინოთ და ყველაფერში მას დავემორჩილოთ და ფრთხილად ვიყოთ, როდესაც სხვადასხვა ცრუ მოძღვარი მასთან დაკავშირებით ლაპარაკობს, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სიცრუე არ შემოგვეპაროს, იმიტომ რომ იესო უფალი ჩვენი იესო თვით ეშმაკეულებს უკრძალავდა მასზე ლაპარაკს და ამაში დევს ძალიან დიდი სიბრძნე, რომ ეშმაკეულებს არ აქვთ საუბრის უფლება იესო ქრისტეს შესახებ. იესო ქრისტე ნებას არ რთავდა ეშმაკეულებს, რომ მასზე ელაპარაკათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ეშმაკეულები სიმართლეს ლაპარაკობდნენ. ამავე დროს, აგერ ბიბლიაში, ბიბლიის ახალი აღთქმის ერთ-ერთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება საქმეები, სულიწმინდის საქმეები მოციქულთა ხელით აღსრულებული. აი ამ მოციქულთა საქმეების წიგნში ძალიან ჭკუის სასწავლებელი ინფორმაცია არის ჩაწერილი პავლე მოციქულთან დაკავშირებით. პავლე მოციქული იყო იესო ქრისტეს მოციქული, რომელმაც ძალიან კაფიო მაგალითი მოგცა იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეშმაკეული რომელიმე ეშმაკისგან შეპყრობილი ადამიანი სიმართლეს ლაპარაკობდეს კონკრეტულ დროს, მას არ აქვს საუბრის უფლება. ასეთი მაგალითი არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ერთი კითხაობის სულით, აი ამ ეშმაკისეული სულით შეპყრობილი ქალი გამოედევნა პავლე მოციქულს და მის თანამოციქულებს, თანამსახურებს და ხმამაღლა მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ ყვიროდა ეს ქალი და ხმამაღლა ქადაგებდა პავლე მოციქულთან დაკავშირებით და ასევე მის თანამოციქულებთან დაკავშირებით, რომ ესენიო არიანო უზენაესი ღმერთის მონებიო, რომლებიც თქვენი ხსნის გზებს გაუწყებენო. რა თქმა უნდა, ეს ქალი ამ დროს სიმართლეს ლაპარაკობდა, მაგრამ პავლე მოციქულმა ნება არ დართო ამისა. ეს მე მახსენებს იმ ამბავს, როდესაც დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია და არა მხოლოდ ეს ორგანიზაცია, არამედ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებიც, რომლებიც ამახინჯებენ და არასწორად განმარტავენ საღვთო წერილის მთელ რიგ ადგილებს, ეს ადამიანებიც ამბობენ, რომ ჩვენ გვჯერა იესო ქრისტესი, თქვენც უნდა ირწმუნოთო, ესენი ამას ლაპარაკობენ, მაგრამ თვითონ ესენი, ეს რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის საპატრიარქოს ორგანიზაციაც და ასევე თუნდაც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია და ეხლა მე აღარ გავაგრძელებ მათ ჩამოთვლას, ეს ორგანიზაციები თვითონ არ მისდევენ იესო ქრისტეს მოძღვრებას. მთლიანობაში იესო ქრისტეს მოძღვრებას არ მისდევენ, არამედ ფრაგმენტალურად სარგებლობენ იესო ქრისტეს მოძღვრების, იესო ქრისტეს სწავლების ამა თუ იმ ნაწილებით და ამავე დროს თავიანთი ცრუ მოძღვრების საფუარსაც ურევენ ქრისტეს წმინდა მოძღვრებაში. რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ქრისტეს წმინდა მოძღვრება არის როგორც უფუარი პური, რომელშიც არ შეიძლება რაიმე საფუარის შერევა და ამაზეც არის ლაპარაკი ღვთის წმინდა წერილში. ამაზე ლაპარაკობდა თვითონ უფალიც, როდესაც თავის მოწაფეებს ეუბნებოდა იმას, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ ისინი და ესე იგი მორიდებოდნენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ცრუ მოძღვრების საფუარს. იგივეს საუბრობდა პავლე მოციქულიც და ამიტომაც ვინაიდან დღესაც ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით იესო ქრისტეს წმინდა სახარების ქადაგების ეპოქაში, რომელიც ეხება ჩვენს გამოსყიდვას, ჩვენივე
ცოდვებისაგან, მისივე სისხლის მეშვეობით, იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით, მისი მსხვერპლ შეწირვისა და მისი აღდგომის მეშვეობით, რომელიც ეხება ესე იგი მის პიროვნებას, რომელმაც ჩვენთვის თავი გაწირა, ჩვენთვის მოკვდა იგი ჩვენი ცოდვებისათვის, მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და აი ეს სახარება, აი ეს სასიხარულო ამბავი დღესაც აქტიურად იქადაგება, დღესაც აქტიურია და ჩვენ გუმოძღვრავს რა საღვთო წერილი გვეუბნება იმას, რომ დღესაც იესო ქრისტეს აი ეს სახარება აქტიურია, მომქმედია და დღესაც თითოეული ადამიანისთვის არის როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია მოსმენა, სწავლა და იესო ქრისტესთან თანაზიარობა, იესო ქრისტესთან თანაზიარობა ქრისტეს სახარების მეშვეობით. ახლა კი მე მინდა მოგასმენინოთ ერთ-ერთი ცრუ მოძღვრის ნაბუდვარი, რომელიც არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს საპატრიარქოს ორგანიზაცია საქართველოს მოსახლეობის დაბნელებას, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობა მიდიოდეს იესო ქრისტესთან, ნაცვლად ამისა საპატრიარქოს ორგანიზაცია ცდილობს იმას, რომ ეს ხალხი თავისთან, თვითონ ამ ორგანიზაციასთან მიიყვანოს და საბოლოოდ დაღუპოს. ეხლა მე მინდა ეკრანის ჩამწერის მეშვეობით შევიდე აი ამ ერთ-ერთი ცრუ მოძღვრის ოფიციალურ Facebook გვერდზე და ერთი კონკრეტული ვიდეო მოგასმენინოთ და შემდგომ ამისა საღვთო წერილის მეშვეობით თქვენთან ერთად აი აგერ გავარჩიო ეს საკითხი, გთხოვთ რომ დაკვირვებით მოусმინოთ. თქვენ ახლა ხედავთ აღნიშნული ადამიანის ოფიციალურ Facebook გვერდს, სადაც მან განათავსა ეს ვიდეო, სულ რაღაც 1 წუთამდეა ეს ვიდეო და დასაწყისიდანვე ჩავთავ და აი თქვენს თვალწინ განვიხილავ აღნიშნულ ვიდეოს, თუ რა შეცდომას უშვებს ეს ადამიანი და როგორ იტყუება ეს ადამიანი, როდესაც ასე საჯაროდ ფართო საზოგადოებას აწვდის აი ამ ცრუ ინფორმაციას. ეხლა მე მინდა რომ თქვენ მოგასმენინოთ. იგი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს და პავლე მოციქული ამბობდეს მღვდლობაზე, რომ მღვდლობა არ გაუქმებულა და თითქოს და აი აგერ ჩვენ რომ მღვდლები ვართ, აი ამაზე ლაპარაკობს პავლე მოციქულიო. გთხოვთ მოусმინოთ აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერს. ხოლო მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა ჯულის შეცვლაც. წმინდა პავლე მოციქული გვაუწყებს, რომ მღვდლობა არ გაუქმებულა, შესაბამისად გავრცელებული მოსაზრებით თითქოს მღვდლობა დარჩა ძველ აღთქმაში, ხოლო ახალში ის არ არის და გარდა იმ უამრავი ციტატისა, სადაც ხუცესი, ეპისკოპოსი და ასე შემდეგ არის ნახსენები, უშუალოდ მღვდლობაც გრძელდება. ამას გვაუწყებს წმინდა პავლე მოციქული და ამას ასევე გვაუწყებს წმინდა იერემია წინასწარმეტყველი მესამე თავში, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ დაგიდგენ წყემსებს, ჩემი გულისაებრ, ეკლესიაში დადგენილი სამღვდელოება ისევე ღვთისმსახურია და შემწირველია მსხვერპლისა, განსხვავებით ძველი აღთქმისგან უკვე უსისხლოსი, რომელიც ადამიანს ანიჭებს სათა სასუფევრისთვის მთავარ საგზელს, უფალ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ევქარისტიას, ღმერთმა დაგულოცოთ. ახლა მინდა რომ თქვენს თვალწინ განვიხილო კონკრეტულად აი ეს ადგილი, რომელიც დამახინჯებულად მოიხმო ამ კაცმა, რომელიც ეხება სწორედ პავლე მოციქულის მიერ, პავლე მოციქულის ხელით ჩაწერილ აი ამ ინფორმაციას, სადაც საუბარია ის, რომ მღვდლობის შეცვლასთან ერთად უნდა შეიცვალოს რჯულიც. თქვენ ახლა ხედავთ ბიბლიის აი ამ ადგილს, ეს არის ახალი აღთქმა, აი აგერ
გამოვალ თქვენთან ერთად. აიყურეთ. ეს არის აპლიკაცია არის ბიბლიისა ერთ-ერთი ქართულად თარგმანი ბიბლიის აპლიკაცია. შევდივართ ახალ აღთქმაში, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ასია გაყოფილი. ეს არის ძველი აღთქმა. პირობითად არის ეს ბიბლია მთლიანობაში ერთი მთლიანი წიგნია. დაბადებით რო იწყება და მალაქია წინასწარმეტყველით მთავრდება, ხოლო ეს არის უკვე ახალი აღთქმის ნაწილი. მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, მოციქულთა საქმეები, რომაელთა მიმართ და აი ასე ჩამოვდივართ და ერთ-ერთი არის ებრაელთა მიმართ წერილიც. შევდივარ ებრაელთა მიმართ წერილში და მნიშვნელოვანია რომ კარგია რომ თქვენ თვითონ ეს მთელი წერილი თქვენ თვითონ კარგად წაიკითხოთ. მაგრამ მე უშუალოდ განვიხილავ ამ წერილის მეშვიდე თავს, სადაც საუბარია ამ სწორედ იმ სამღვდელო სარიტუალო სისტემის გაუქმებაზე, რაც დაწესებული იყო ძველი აღთქმის მოქმედების პერიოდში და იმ მღვდლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ აარონს და აარონის შთამომავლებს, იგივე ლევიანებს, ისინი ლევის ტომიდან იყვნენ და ლევის ტომიდან ღმერთმა მხოლოდ აარონის სახლი და აარონის ოჯახი დაადგინა მღვდლად. გადავალ ახლა აი აგერ თქვენს თვალწინ მეშვიდე თავზე და წავიკითხო მთლიანობაში აქ რაზეა ლაპარაკი. წინ გეტყვით რომ აქ საუბარი არის იმაზე რომ მღვდლობა შეიცვალა ნამდვილად, ესე იგი ის აარონიანი მღვდლობა გაუქმდა, შეიცვალა და ჩანაცვლდა, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო, იესო ქრისტეს მღვდლობით და რას ნიშნავს ეს, რომ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. ესე იგი მღვდლობა შეიცვალა, ის ძველი აღთქმით დადგენილი აარონიანი მღვდლობა გაუქმდა, ის სარიტუალო მღვდლობა გაუქმდა, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა რიტუალების შესრულებას, ეს იყო საკმეულის კმევა, მირონის დამზადება, საკმეულის დამზადება, მოხმარება, სხვადასხვა მსხვერპლ შესაწირავები. ის ყველაფერი გაუქმდა და იესო ქრისტე გახდა მღვდელი. აქ ზუსტად აი ამაზეა ლაპარაკი, რომ მღვდლობა შეიცვალა. ესე იგი აარონიანი მღვდლობა შეიცვალა იესო ქრისტეს მღვდლობით და იესო ქრისტე გახდა მღვდელი. თვითონ იესო არის მღვდელი და აქ ეხლა მე მინდა ეს მთელი თავი წავიკითხო და თქვენთან ერთად აი აგერ განვიხილავ. აქ საუბარია პირველი მუხლიდან მელქისედეკზე. სხვათა შორის ეს მელქისედეკი მოხსენიებული არის ბიბლიის პირველივე ნაწილში, დაბადებაში და კარგი არის რომ ესეც წაიკითხოთ თქვენ. ეს მელქისედეკი იყო მოხსენიებული არის დაბადებაში, მოხსენიებული არის უზენაესი ღმერთის მღვდლად, რომელიც აბრაამს შეეგება ომის შემდგომ, როდესაც ღმერთმა აბრაამს დაამარცხებინა მტერი. და მელქისედეკი შეეგება აბრაამს, აკურთხა იგი, ხოლო აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი მისცა მელქისედეკს. ამ ამბიდან გავიდა საკმაოდ დიდი დრო და უკვე ღმერთმა დააწესა აარონიანი მღვდლობა, ის სარიტუალო მღვდლობა და ამის შემდეგ, ამ აარონიანი მღვდლობის დაწესების შემდეგ უკვე ღმერთმა ფსალმუნებში დავით წინასწარმეტყველს ჩააწერინა ასეთი წინასწარმეტყველება, რომელიც ეხებოდა იესო ქრისტეს და მისადმი იესო ქრისტესადმი ფიცი იქნა წარმოთქმული, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის წესით და არა აარონის წესით. და რომ ესე იგი ის აარონიანი მღვდლობა შეიცვლებოდა იესო ქრისტეს მღვდლობით, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის წესით და აი აქ სწორედ აი ამაზეა ლაპარაკი.
რადგანაც მელქისედეკი მეფე სალემისა უზენაესი ღმერთის მღვდელი შეეგება აბრაამს მეფეთა შემოსვლის შემდეგ შემოქცეულს და აკურთხა იგი, ხოლო აბრაამმა ყველაფრის მიათედი უწილა და მას, ვისი სახელიც უწინარეს ყოვლისა განიმარტება როგორც სიმართლის მეფე, შემდეგ კი მეფე სალემისა, ანუ მშვიდობის მეფე, უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ მსგავსად ღვთის ძისა მღვდლად რჩება უკუნისამდე. მას იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილა და ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნება და აქვთ მეათედს კრებდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, მელქისედეკმაო, ესე იგი, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე, ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, ესე იგი ეს ლევიანი მღვდლები, იქ კი ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი, ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. ესე იგი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ლევი შთამომავალი იყო, რა თქმა უნდა, აბრაამისა და ჯერ კიდევ თავისი მამის წიაღში იყო, როცა აბრაამის მეშვეობით გასცა ეს მეათედიო, მელქისედეკს მისცა მეათედიო. ესე იგი, თვით ლევიანებიო მეათედს იღებენო ისრაელიდანო, თავიანთი მოძმეთაგანო და წარსულშიო თვითონ ლევიმ გასცა მეათედიო აბრაამის მეშვეობითო, ესე იგი, და უფრო უმეტესად არის წარმოჩენილი მელქისედეკი ამ ლევიან მღვდლებზე. ამრიგად, ახლა ამას დავაკვირდეთ, ამრიგად სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს, ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული, რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო? ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც, რადგან ვის ზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს, ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დაცდენია მოსეს. და ეს მით უფრო ცხადია, რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით, რადგანაც გვაქვს მოწმობა. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა. ანუ ეს პირდაპირ მიემართება იესო ქრისტეს, ესე იგი, აი ეს საწინდასწარმეტყველო მოწმობა, საწინდასწარმეტყველო სიტყვები, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნებში, მე მინდა რომ ესეც გაჩვენოთ, პირდაპირ ეხება იესო ქრისტეს. რომ ესე იგი შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისაო. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, რადგანაც ვერ არა სრულყო რჯულმა, მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, იმედი ესე იგი, რომლის მეოხებითაც მივიახლებით ღმერთს და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი, ესე იგი ლევიანი მღვდლებიო, ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს, ესე იგი იესო ქრისტე, ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა, დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა, იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის რამდენი იყვნენ ის მღვდლები, რადგანაც სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, იესოს, ესე იგი, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.
ამიტომაც ძალუძს სრულად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიახლება ღმერთს, რადგან მარად ცოცხალია მათ და მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელ მთავარი გვშვენოდა, წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდის ჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღეს წირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. ვინაიდან რჯული, ესე იგი მოსეს რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა რჯულის შემდეგ ძეს უკუნისამდე სრულქმნილს. აი ეს არის სრული კონტექსტი აი ამ მე-12 მუხლისა, სადაც წერია, რომ ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიცო. აქ წერია სწორედ ის, რომ იესო ქრისტე გახდა მღვდელი და მღვდლობის შეცვლა ამას გულისხმობს, რომ ესე იგი ის ლევიანი მღვდლები მრავალნი იყვნენ, რომელი მღვდლობაც გაუქმდა, შეიცვალა ესე იგი და იესო ქრისტე გახდა მღვდელი, რომელიც მარად ცოცხალია ჩვენ და ჩვენთვის. ესე იგი უყურეთ, აი აქედან წავიკითხავ კიდევ ერთხელ. აი აქედან იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის რამდენი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიახლება ღმერთს, რადგან მარად ცოცხალია მათ და მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელ მთავარი გვშვენოდა, წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელ მთავრებივით როდის ჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღეს წირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. ვინაიდან მოსეს რჯული, აქ რჯული რო არის მოცემული, ესე იგი აქ საუბარია მოსეს რჯულზე, ვინაიდან რჯული მღვდელ მთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა რჯულის შემდეგ ძეს უკუნისამდე სრულქმნილს. ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული. ეხლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ აი ეს ფიცის სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველური იყო და რომელიც ეხებოდა იესო ქრისტეს მღვდლობას, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის წესით. ეს ფიცის სიტყვა ჩაწერილია ფსალმუნებში და ეხლა მე მინდა რომ ეს თქვენც გაჩვენოთ. აი აგერ თქვენთან ერთად შევალ ფსალმუნებში და 109 ფსალმუნში არის ეს ფიცის სიტყვა ჩაწერილი, რომელიც ეხება იესო ქრისტეს მღვდლობას, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი. თლიან ფსალმუნს აი აგერ წავიკითხავ. დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას, იჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან, იბატონე შენს მტერთა შორის. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს, წმინდა ბრწყინვალებით განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს, განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე, ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
აი აქ მეოთხე მუხლში საუბარია ზუსტად აი ამ ფიცის სიტყვაზე, რომელიც წარმოთქმულ იქნა დავით წინასწარმეტყველის პირით იესო ქრისტეს შესახებ. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის, იგივე მელქიცედეკის წესით. ესე იგი დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, რას ნიშნავს, რომ უკან არ წაიღებს ამას, ესე იგი დაიფიცა უფალმა და უკან არ წაიღებს ამასო. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. მე მინდა ის, რომ თქვენ ძალიან დაკვირვებულები იყოთ, როდესაც ამ ყველაფერს უსმენთ და თქვენ თვითონვე აიღოთ ხელში ბიბლია, თქვენ თვითონვე ისწავლოთ, თქვენ თვითონვე იყოთ განსწავლულები თვითონ ღვთისაგან, თვითონ ღმერთისგან და არა ამა თუ იმ ადამიანისგან, ამა თუ იმ ცრუ მოძღვრისგან, რომლებიც თქვენ სიკეთეს არ მოგიტანენ. რაც შეეხება იმ სხვა ეგრეთ წოდებულ ვითომ და არგუმენტებს, რომ თითქოს და უფალმა მოციქულთა ხელით დაადგინაო მღვდლებიო, რა თქმა უნდა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, ანუ ეს სარიტუალო მღვდლები უფალს არ დაუდგენია. უფალმა სხვადასხვა ქრისტიანულ გაერთიანებებს დაუდგინა ეგრეთ წოდებული ხუცესები, იგივე ეპისკოპოსები, რომლებიც არ იყვნენ სარიტუალო მღვდლები. ეს თვითონ სიტყვა ეპისკოპოსი არ არის ქართული სიტყვა, ამიტომ ჩვენ შეცდომაში არ უნდა შევიდეთ, ეს არის ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ზედამხედველს, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით. ამ ეპისკოპოსებს დავალებული ჰქონდათ ის, რომ თვალყური ედევნებინათ ქრისტიანული გაერთიანებებისთვის, ქრისტიანული ჯგუფებისთვის, რომ რაიმე ცრუ არასწორი მოძღვრება არ შეპარულიყო ქრისტიანებში, ემხილებინათ მათ არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანები და ასევე იესო ქრისტეს მოძღვრება შეურყვნელად ესწავლებინათ დანარჩენი სხვადასხვა ადამიანებისთვის და თუნდაც ნაკლებად მცოდნე ქრისტიანებისთვის, ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული სრულად ბიბლიის ჩაწერა და უკვე ჩვენ დღეს ჩვენ სრული სახით უკვე ბიბლია გვაქვს და თვითონ ქრისტე და თავისი მოციქულები თვითონ ბიბლიიდანვე მოძღვრავენ და ჩვენ დღეს გვყავს ჩვენი უფალიც, მისი მოციქულებიც, მისი წინასწარმეტყველიც, რომლებიც მოძღვრავენ თვითონ წმინდა წერილიდანვე. და ამის მაგალითს თვითონ უფალივე გვაძლევს. თუნდაც აი ამ მაგალითში, როდესაც მან მდიდარისა და ლაზარეს ამბავი მოგვითხრო, როდესაც ეს მდიდარი აღმოჩნდა ჯოჯოხეთში და მან სთხოვა შორს გაიხედა და სამოთხეში, ესე იგი აბრაამის წიაღში დაელაპარაკა აბრაამს, სთხოვა მას ასეთი რამ, რომ ლაზარე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მოხვდა სამოთხეში, გაეშვა ამ მდიდარის ძმებთან, რათა მდიდარის ძმებს, რომლებიც ამ მიწაზე დარჩნენ, მდიდარის ძმებისთვის ლაზარეს ეუწყებინა ეს საშინელი ამბავი, რა ამბავშიც, რა დღეშიც ჩავარდა ეს მდიდარი ამათი ძმა, ესე იგი, რომ ისინიც იგივე დღეში არ ჩაცვენილიყვნენ, ხოლო აბრაამმა ძალიან დამაფიქრებელი და სასწავლებელი რამ უთხრა მას, რომ შენს ძმებს მოსე და წინასწარმეტყველნი ყავთო და მათ მოусმინონო, ესე იგი, თუ გადარჩენა უნდოდათ ამ მდიდარის ძმებს, ამ კაცის ძმებს, მათ ჰქონდათ მოსეს და წინასწარმეტყველთა წერილები, იმდროინდელი ბიბლია და თუ მათ უნდოდათ გადარჩენა, მისთვის უნდა ამ წერილებისთვის უნდა მოესმინათ. ხოლო ჩვენ ამავე დროს ჩვენ აგერ მოსეც ყავს, წინასწარმეტყველიც ყავს, თვითონ აგერ თავად უფალი ყავს, ქრისტეს მოციქულები ყავს, რომლებმაც წერილობითი მეშვეობით
რომლებიც წერილობითი მეშვეობით გმოძღვრავენ ჩვენ და გვასწავლიან იესო ქრისტეს ნამდვილ მოძღვრებას, ნამდვილ სწავლებას. ამიტომაც დღეს გაცილებით უფრო ადვილია იესო ქრისტეს მოძღვრების, იესო ქრისტეს ორიგინალის, იგი ნამდვილი სწავლების მოძიება და შესწავლა, აგერ დღეს ბიბლია ტირაჟირებულია, ინტერნეტის მეშვეობითაც არის ხელმისაწვდომი და ამიტომაც თქვენ ყველას გაქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ თვითონვე ისწავლოთ იესო ქრისტეს მოძღვრება. დღეს აღარ არის ისეთი მდგომარეობა, რა მდგომარეობაც იყო პირველ საუკუნეში. კონკრეტულად იმ დროს მდგომარეობა იყო ისეთი, რომ ქრისტეს მოციქულები თავისი ფეხით დადიოდნენ სხვადასხვა ადამიანებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამავე დროს უფალმა იესომ იმ დროს სხვადასხვა ქრისტიანულ ჯგუფებს დაუდგინა ეპისკოპოსები მოციქულთა მეშვეობით. იმ დროს აი ასე პირადად უფალი ამეტყველებდა თავის მოციქულებს, თავის წინასწარმეტყველებს, თავად უფალი მოქმედებდა მათი პირის მეშვეობით, რომ მათი მეშვეობით გავრცელებულიყო იესო ქრისტეს მოძღვრება, იესო ქრისტეს სწავლება. ხოლო უკვე შემდგომში ქრისტეს მოციქულებმა იესო ქრისტეს ამბები და იესო ქრისტეს სწავლება ჩაწერეს უკვე წერილობით ბიბლიაში და ამავე დროს ქრისტეს მოციქულებმა დაწერეს კიდეც რა არის ამ წერილთა დაწერის მიზანი და ერთ-ერთი ასეთი ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენთვის მკითხველებისთვის არის იოანეს სახარების მეოცე თავის ბოლოში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც ეხება პირდაპირ ამ წერილის დაწერის მიზანს. ჩვენ მკითხველებს მოგმართავს იოანე მოციქული და გვეუბნება, რომ ეს ყველაფერია, ესე იგი იესოს აი ეს ამბები, აი ეს სასწაულები, ესე იგი რაც მან მოიმოქმედა, ჩაიწერა იმისათვის, რომ ჩვენ წამკითხველები ამას რო წავიკითხავთ, ჩვენ ვირწმუნოთ იესო ქრისტესი და მისადმი მორწმუნეებს გვქონდეს სიცოცხლე მისი სახელით. ესე იგი უკვე აი აქედან ხდება სიცოცხლის სიტყვების მიღება, ეს სიცოცხლის სიტყვები, რომელიც უფალმა იესომ მოიტანა დედამიწაზე, რომელიც სიტყვებიც გადასცა მის მოციქულებს, ხოლო ამ მოციქულებმა თავდაპირველად ჯერ სიტყვიერად გაავრცელეს მსოფლიოს მოსახლეობაში, ხოლო შემდგომ უკვე წერილობითაც დაგვიწერეს მათ სულიწმინდით აღსილებმა აი ეს სიცოცხლის სიტყვები, რომლებიც დღეს ბიბლიაშია ჩაწერილი, რომელიც სიტყვებიც ეხება იესო ქრისტეს, ჩვენს გამომწყიდველს ჩვენივე ცოდვებისაგან და ჩვენს შემყვანს მის მარადიულ სიცოცხლეში, მის მარადიულ სამეფოში. ამიტომაც თქვენ ნუ გადააბარებთ ამ მნიშვნელოვან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს, ცრუ მოძღვრებს, ცრუ ადამიანებს, რომლებიც აი ასე გატყუებენ ბილწი ანგარებისათვის, იმისათვის, რომ თქვენ მათთან დადიოდეთ, იმისათვის, რომ თქვენ მათთან იყოთ მიწებებულები და თქვენი მეშვეობით ისინი ფინანსურ და ეკონომიკურ ან რაიმე სხვა სარგებელს ნახულობდნენ იმ დროებით და ამაო სარგებელს, რომელსაც მათთვის არ შეუძლია მარადიული სარგებლის მინიჭება. ზოგიერთი ცრუმოძღვარი შეიძლება ამას აკეთებდეს კონკრეტულად ფინანსური მიზნებისთვის, მატერიალური დროებითი და ამაო კეთილდღეობისთვის, ზოგი შეიძლება ამას აკეთებდეს ცრუ განდიდებისთვის, რომ მას მოწონს, როდესაც ადამიანები უსმენენ, მათ მოწონთ, რომ როდესაც ადამიანები მათ დაქვემდებარების ქვეშ არიან, რაც არასწორია იესო ქრისტეს მოძღვრების თანახმად ერთადერთი ბრძანებელი არის იესო ქრისტე. ქრისტიანთა ერთადერთი და არა მხოლოდ ქრისტიანთა, არამედ ყველას ბრძანებელი არის იესო, რომელზეც
დაწერილია, რომ თითოეული მუხლი მოიყრება მის წინაშე. თითოეული მუხლი. ამიტომაც არის, რომ თქვენ გმართებთ ის, რომ მეტად დაკვირვებულები იყოთ, ძალიან დაკვირვებულები იყოთ აი ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში. თუნდაც არსებობდეს რომელიმე ცრუ მოძღვარი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდეს იმისა, რომ იგი სწორს ლაპარაკობს და სწორს აკეთებს, ამ შემთხვევაში მისი გულწრფელობა იმით დადასტურდება, რომ მან თვითონ აიღოს ბიბლია, თვითონ ისწავლოს და ადამიანები არ შეიყვანოს შეცდომაში, ვითომ და თავისი ვითომ და გულწრფელობით. ეს გულწრფელობა არ არის, როდესაც ესა თუ ის ადამიანი დამახინჯებულად ასწავლის სხვა ადამიანებს და აქვს იმისი პრეტენზია, რომ ადამიანებს ქრისტეს სწავლება მიაწოდოს და ამ დროს აშკარად ამახინჯებს ქრისტეს მოძღვრებას, აშკარად ესე იგი უცხო მოძღვრებას, უცხო სწავლებას ურევს თან და იგი არ არის გულწრფელი, ესე იგი არ არსებობენ გულწრფელი საპატრიარქოს მღვდლები. ვისაც სურს, რომ გულწრფელი იყოს, ვალდებულია იგი, რომ ჩაიხედოს თავის სინდისში, აღმოაჩინოს, რომ იგი უცოდინარია და აღმოაჩინოს, რომ მისთვისაც აუცილებელია, რომ ღმერთის წმინდა წერილი ისწავლოს და აი მას დაემორჩილოს. აი ეს იქნება მისი გულწრფელობის გამომჟღავნებელი და არა ის, რომ თქვათ რომელიმე ადამიანი, რომელიმე ეს საპატრიარქოს მღვდელი თუ ბერი, თუ კი მატერიალურად ხელმომჭირნედ ცხოვრობს, ეს არ ნიშნავს აი იმას, რომ იგი არის სწორი. არამედ იგი ვალდებულია, რომ აიღოს იესო ქრისტეს წმინდა წერილი, ისწავლოს, ვალდებულია თავისივე თავიც გადაირჩინოს იესო ქრისტესადმი რწმენით და მის მსმენელებსაც მოუტანოს რეალური სარგებელი. შეუერთდეს იესო ქრისტეს წმინდა სხეულს, რომელიც უფალმა იესომ თავისი სისხლით გამოისყიდა. გამოიყოს აი ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას და იესო ქრისტეს სწავლებისადმი დაჯერებით, იესო ქრისტესადმი რწმენით გათავისუფლდეს igits ცოდვის მონობისაგან და გახდეს იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის თანაზიარი, იესო ქრისტეს სხეულის თანაზიარი, იესო ქრისტეს ეკლესიის თანაზიარი, რომელიც მოყოლებული პირველი საუკუნიდან დღევანდლამდე უწყვეტია, ერთიანია და ვინც ქრისტეს და მისი მოციქულების სწავლებას იზიარებს, უჯერებს, იგი არის თანაზიარი იესო ქრისტეს ეკლესიისა და იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცისა.